მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კიდევ ერთი ნარკოდანაშაული გახსნილია, დაკავებულია 2 ადამიანი. ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგს მართავს, პირდაპირ ეთერში ვთავთ მარიამ ქრივიშვილს. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებელს. გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და შესაბამისად საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. სულ უფრო მზარდია შუა დერეფნის როლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობისთვის. შუა დერეფანი ჩამოყალიბდა ევროპასა და აზიას შორის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ეკონომიკურ მარშრუტად, რაშიც საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა დღეს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებს. ზრდა ფიქსირდება ყველა სახეობის ტვირთთან მიმართებით. 2026 წლის იანვარ-აპრილში ტვირთბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა. ხოლო ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯამურად 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობამ გასული 1 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის შემდგომი განვითარების მკაფიო ხედვა და სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარიანობის ზრდის პერსპექტივებთან. საქართველოს მთავრობამ 2022 წლამდე აღნიშნული სექტორის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, განხორციელებულმა რეფორმებმა და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებულმა მუშაობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესი განაპირობა, როგორც მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთისა და ყურის სახელმწიფოების, ისე დასავლური კომპანიების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტმა უკვე არამხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დატვირთვა შეიძინა. პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი. სწორედ აღნიშნული ამოცანის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორ
ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის სპორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ანაკლიის სპორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალის და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს. დიდი მადლობა კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. გუსმენდით მარიამ ქრივიშვილს. საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაშია. მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში. დეტალებს ნინი გოგიშვილი გაგვაცნობს. ჟენევაში პალექსოს საგამოფენო ცენტრი ლიდერთა თავშეყრის ადგილია, სადაც ხელოვნური ინტელექტის მართვის საკითხებზე პირველი გლობალური დიალოგი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც არის გაერო. 1500-ზე მეტი დელეგატი, 190-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, მათ სიაში არის საქართველო, რომელსაც წარადგენს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა საგამოფენო სივრცეში. ის დაესწრება პირველი გლობალური დიალოგის გახსნით სესიას, რის შემდეგაც ერთ-ერთ პლენარულ სესიაზე გამოვა სიტყვით და საკუთარ ხედვას წარუდგენს აქ შეკრებულ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის მართვის საკითხების კვალდაკვალ. რატომ არის ეს პლატფორმა მნიშვნელოვანი? როგორც უკვე გითხარით, ეს პლატფორმა დაორგანიზა გაერომ 2025 წელს მიღებული რეზოლუციის კვალდაკვალ იმ ფონზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, მათ შორის სახელმწიფო მართვის მიმართულებით აუცილებელია, რომ ახლა აქ შეკრებილმა ადამიანებმა საკუთარი ხედვა წარადგინონ, თუ როგორ უნდა აუწყონ ფეხი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და როგორ უნდა გადაითარგმნოს ეს სახელმწიფო ინსტიტუტების კვალდაკვალ. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ქართული დელეგაციის წარმომადგენლების განმარტება და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია აქ შეკრებილმა ადამიანებმა გაიზიარონ საქართველოს პრეზიდენტის ხედვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო მუდმივად ახორციელებს არაერთ რეფორმას და ხელს უწყობს იმას, რომ ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს მათ შორის მმართველობის სისტემაში. ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებში გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ ადგილს იმკვიდრებს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემებში. საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის მსოფლიოში რეფორმების განხორციელების და ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ჩვენი ქვეყნის ჩართულობა და მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია და მისი გამოსვლაც იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გაეროსთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შეხვედრების ორგანიზება მოვაწყოთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ხელოვნური ინტელექტის მართვის საკითხებზე პირველი გლობალური დიალოგის გახსნითი სესია სულ რამდენიმე წუთში დაიწყება, რის შემდეგაც უკვე მოვისმენთ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრებსაც გამართავს. ჟენევიდან ნინი გოგიშვილი საუბრობდა. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ეკლესიის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა და რუსული გავლენებიან ახსენები საპატრიარქოს საზოგადოებას დახურული შეხვედრების შესახებ უყვება. იმედის კვირის ექსკლუზივში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ევროპიდან ქართულ ეკლესიას LGBT პროპაგანდაში დახმარებას თხოვდნენ. ახლა ევროკომისარი წარსულში კი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოსული იყო საქართველოში, ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდრიუს კუბილიუსთან და რასტა იუკნევიჩიენესთან. ყველა ერთხმად ითხოვდა LGBT თემის მხარდაჭერასა და გააქტიურებას. მათ კი საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ურთიერთობა შეწყდა. ახლა კი თავდასხმა რეზოლუციებით დაიწყო.
ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და სხვა საკითხებთან ერთად უცნაური რამ და გაუგონარი რამ გთხოვა. ესე იგი, მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში და რომ ქართული საზოგადოება 21 საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა და მიუღებელი არის ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გთხოვა, რომ დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში. არსებობს ამისი ფოტომასალა, ქორეპისკოპოსი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ამ ქალბატონმა ასეთი უცნაური რამ გითხრა ჩვენ. ბრიუსელში 2019 წლის შემოდგომას ვიყავით, იქ შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს, ვიყავით ევროპარლამენტში. ჰქონდა საკმაოდ ბევრი დრო სასაუბრო ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიანესთან და მათაც უხსნდით იგივეს. ქართველი ხალხი ძალიან მოწადინებულია, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს დაუშვათ რაღაცა წნეხის ქვეშ და თავისუფლებით ისარგებლოს და ევროკავშირში იყოს, ყველაფერს აკეთებს ამისათვის, უბრალოდ იცოდეთ, რომ თუ დღის წესრიგიდან არ მოხსნით და არ შეამსუბუქებთ აი ამ ადამიანის უფლებების საფარქვეშ LGBT დღის წესრიგს, თქვენ მიიღებთ ანტიევროპულ განწყობებს. თუ გაინტერესებთ რა არის გამოსავალი არის ეს, რომ საქართველოს თავს არ უნდა მოახვიოთ ეს დღის წესრიგი. პასუხი იყო, აი 3 დღე ვისაუბრეთ და შემდგომში უკვე დამშვიდობებისას პასუხი იყო, რომ წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით აი ამ LGBT დღის წესრიგს. რასა იუკნევიჩიანეს სიტყვებია? დიახ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა. გეკა გელაზის თქმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას. სუსის უფროსი ამბობს, რომ წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა, მაღალი გამავლობის და ოპერატიულ-ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეტაპობრივად გააუმჯობესებს სხვადასხვა დანაყოფის ადამიანური რესურსის, სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ბორჯომის სასამართლომ გრიგოლ ლინიკოვის საქმე განიხილა, მან შეურაცხყოფა მმართველი გუნდის ლიდერებს მიაყენა, პროცესს დაესწრო სამართალდამრღვევით, ლინიკოვს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით დაეკისრა, ასევე 3 წლით ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ დღეს სასამართლო პროცესები საქართველოს მასშტაბით არის შეანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეფედრონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ალფა-პვპ. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს ბოლო ინფორმაცია იყო, ქრონიკა პირდაპირ ეთერში 14 საათზე დაბრუნდება დროებით.